მოგესალმებით, მე ვარ ასეთიანი, ვარ გრაფიკული დიზაინერი, ასევე ვარ მეთოდე, მასწავლე გრაფიკული დიზაინის და კომუნიკაციას, ამჟამად ეს სტაბილურად მუშაობ თანამშრომლობ კაზინოჭარაში. იქ ვარ სტაბილურად რედაქტორი და მისვახებ სხვადასხვა გრაფიკული დიზაინის პროდუქციას. ასევე ვიღებ პირად დაკვრჩებს და ეხლა კარგად ნახოთ ზოგადად რას ვაკეთებ ჩემი ნამუშევრებთან. მაგრამ პრინციპში მინდა ერთი-ორი სიტყვიდან არცზე ბევრი ხარ დავიგოთ თქვენ პრინციპში გასაკეთებ და დაინტერესებთ. გააქვთ შეხება ვინმეს გრაფიკულ დიზაინთან კონკრეტულად? არა ხო არის. პროგრამირებასთან? კი. ასე იგი. ზოგადად დაინტერესებული ხართ ამ სფეროთი? თუ უფრო სხვა საქმეებისთვის development design მაგრამ ეგეც საჭიროა რა თქმა უნდა. ხო. პრინციპში იკვეთება ერთმანეთთან ყველაფერს პირველ რიგში დავიწყებ განახეთ რამდენიმე ჩემ ნამუშევრს, რომ კარგად დაინახოთ ნებს ვაკეთებ. მე საკმაოდ დიდი ხანია, რაც გრაფიკულ დიზაინში მუშაობ, ახლა 10 წელია მიწკი. და თავიდან ძირითადად დავიწყებ პრინციპზე მუშაობა და პრინციპი თავი დაინტერესებული, რადგანაც სხვა სფერო ნაკლებად ხდება საქართველოში. ეს არის მაგალითად ერთ-ერთი ჩემი გაკეთებული ბილეთი კაზინო აჭარასთვის. კაზინო აჭარას ძირითადად მიზანი არის, რომ ვიზუალი გამოიყურებოდეს დიდრულად, ძირითადად პროცესებსა და უფრო რაღაც ისეთი ლაქშერის ტიპი. დაჭერილი და ამიტომ რაღაც უბრალოდ უკროთი და შაუშმანი გავაკეთებ კაზინო აჭარასთვის დიზაინი. უფრო დიდრული და აქ შუქი ჩავუყრე. ეს არის ამ შემთხვევაში მატარიის ბილეთი. ეს არის მაგალითად ერთ-ერთი დიზაინი საქართველოს ბანკის ოფისის ინვესტიციისთვის. ანუ ეს რეალურად სხვა ვერსია იქცია დასაბუთად, მაგრამ ეს მეტად განახებთ, ან ვიდეო იყო იმაში, რომ ეს წერა ყოფილიყო ამოჭრილი ყლაზე და უკანაც არის შემდეგ ფურცელზე, რაც ამ სტატუსში ხედავთ, ყოფილიყო ამოჭრილი ეს, ან გადაშლის დროს რაღაც რეაქცია ყოფილიყო გამოსახული. ეს არის დიზაინი ევროპის სახლისთვის, რომელიც არის საერთო ორგანიზაცია. ერთად ეს ორიენტირებულია კულტურაზე და განათლებაზე. ეს არის მაგალითად ჩემი გაკეთებული რობოტი. ეს გავაკეთე კომპანია გრაფიკულისთვის, ყველასთან არის მათი მაღაზია, რამდენიმე ადგილას. თევზის მაღაზია. კი, თევზის მაღაზია არის და მათ ექსკლუზიურად ჩამოაქვთ თევზის საფრანგეთიდან, რომელიც არის გაუქმებული. და ფასებს საკმაოდ ძვირია, სეგმენტი ისეთია, შედარებით მაღალ ბიუჯეტიანი და აქაც შევიცადე, ამიტომ რაღაც როგორ გამოკეთებ. ჯერ ესეთი გამომიყენებინა ის ზღვის თემა ზოგადად, ამ ღუზის სახით, ან მოათავსებაში ის ჯიჯი ორიასოიც დაინახეთ თუ არა. და ისედაც რაღაც ეს ღუზის ელემენტი ცოტა რაღაც იახტყობის და ესეც თავისთავად დიდი უსამართლობის ეს არის დიზაინი სარეკლამო სააგენტო დიზაინერები არიან ინტერიერის კომპანია ლუმსი და მათ გავუკეთე ჭადრაკის დაფისთვის ლოგო. ანუ პრინციპი აქ არის გამოყენებული ეს ლოგოტიპი, რომელსაც თქვენ
მარჯვნივ ხედავთ არის ამოტვიფრული ხეზე, უბრალოდ ამოწვანე ეს ხეზე. ეს თავის უცნაური ჭადრაკის დაფა. ეს დეკორაცია იყო ერთ-ერთი მათი პროექტის თუ არა, რეალური ჭადრაკის დაფა პრინციპში რომელიც შეგვიძლია შეიძლება. და იქ თუ დააკვირდით თვითონ ქვები, კი არა, ქვები ჭადრაკის ფიგურები ხო გაცხრა. ფიგურები, არა ფიგურებს, არამედ ფიგურების ყალიბებს წარმოადგენენ ესეთი უცნაური გადაწყვეტა. და თან ანუ ორივე თეთრი და შავი ფიგურები ერთად ქმნიან რაღაც ყალიბს ერთი ფიგურისთვის შემოშვა. ანუ ეს აქეთ აკუთხის თუ სწორედ ფიგურს არის თუ ხდები რასაც გიხსნა. ანუ აქეთ ხალის ფიგურები არის მარცხენა ნახევარსფეროს ყალიბი და მარჯვენა ფიგურები არის ეს არის ჩემი მეგობრისთვის მაგალითად ალბომის ეს დიზაინი. ალბომს მუსიკალური ალბომს ერქვა Mother Moon, ეს ნიშნავს დედა მთვარე. და გამოუყენა მთვარის და მათი კედის სინთეზი, არ ვიცი რამდენად დაინახეთ ეს ყველაფერი. ყველაფერი მინიმალურად გავაკეთე, ანუ კედი დედის აღნიშნული არის და მთვარე მთვარის. ეს არის მაგალითად ერთ-ერთი დიზაინი კინოსტუდია მილიმეტრი ფილმისთვის, ამის რჩევით საერთოდ არც მომიგონდა გადაწყვეტილება. უბრალოდ ეს დიზაინი არ ვიცი ჯერ არ შეიძლება არც მომიტანია. ანუ რადგან კომპანია სკოლა მილიმეტრი ფილმს ლოგოში შევეცადე ამესახა მათი ორი ასო, ასო, მილიმეტრის აღნიშნული სახაზავის დაკეცვადი სახაზავის ფორმით. არ ვიცი რა სამეცნიეროს დაინახა. ანუ მეგონი ჩანს ხო დასაკეთის სახაზავის ეს არის მაგალითად ჟურნალი მოდი თუ ჯორჯია, რომელიც აღარ გამოდის. ამ ჟურნალის პირველი ნომერისა დირექტორი ვიყავ და მე შემქმნელი. ეს თავდაპირველად განწყობილი ჰოლდინგის ორგანიზაცია, მაგრამ მე ადამიანებში არსების ქართულადაც და შეგნით არსებულ სტატიებს. ეს არის მაგალითად ერთ-ერთი განშტო. ჟურნალი ძირითადად აკეთებდა უცხოენების განხილვას და უნდა დააგებულიყო უფასოდ თითქმის პორტებზე, სასტუმროებში, სამუშაოებში და ასე შემდეგ. ეს არის მაგალითად ბრენდინგი გალერეისთვის project Heartbeat. ესეც შესაძლოა გადაწყვეტილება თვითონის პროცესშია. ზოგადად ჩემი განსაკუთრებული პასუხი მიხდა ასეთი. ანუ აქ თუ დაინახეთ გამოიყენა ლოგოში 3 ასო, რომელიც მათ დასახელებაში. ერთი არის A, მეორე არის P და მესამე არის B. ამის პრინციპში ეს გამოსახული ეს სამასო ესე გამოვიხსენე ერთ-ერთი. და ეს სამი რაღაც ერთი ის ეს ლოგო გამოსახულება საერთოდ იქნება. ეს არის ვებსაიტის დიზაინის ვარიანტი კომპანია ჯორჯიან რუსული ფილმის ფესტივალისთვის. ფესტივალი არის 4 დღიანი, ეს არის საგარეუბნოს და ნუ აკონებრივია თარიღებზე დაჭერით, ნახავთ რომელი ფილმები რა თარიღში გადის და ეს გამოსახულებაზე დაფუძნებული დიზაინი გავაკეთე ამ შემთხვევაში. ეს არის საკმაოდ აქტუალური დიზაინი.
ეს არის ესეუს უნივერსიტეტის ესეუს თავი განხსნელების დიზაინი. რაღაცნაირად ძველი დაჭერილია საიტზე. ხო, აქ ანუ მთლიანად ახალი დიზაინს გაკეთება, ანუ რადგან პროგრამული რთული იქნებოდა, ძალიან გადაწყობა, ამიტომ არსებულ ჩანჩზე გადმოიყენებ ახალი დიზაინი და მაქსიმალურად გაუვადებ პროგრამისტებს საქმე. ეს არის ჩემი პატარა ლოგო. ჩემი მეგობრების მიერ გაკეთებული ჟურნალისტის რომელსაც ქვია VR Suite და განახეთ მე ხამ ჟურნალს, საცენზურული ჟურნალი, რომელსაც ხალხმა გამოდის. Რაც ჩემი გუგლ დიზაინი შეუძლია. ეს არის გავაკეთე ამ ჟურნალისტის გამომხსენე პლატფორმა issue რომელზეც შეიძლება ატვირთო PDF ფაილი. ამ PDF ფაილის გადაგიწევს ჟურნალს. კი, გავს სკრიპტს. ოღონდ სკრიპტისგან განსხვავებით სულიგარ შემიძლია სულ მოხერხდა ორი გამოცემის გაკეთება ჟურნალისტის, ეს პირველი გამოცემა. ამ პროექტში არანაირ ჰონორარს ამიღებდით და ჩვენი ინიციატივით და ჩვენი ენთუზიაზმით. ძირითადად
ვიზუალური ხელოვნებაზე არის დაფუძნებული ეს ჟურნალი. ეს ნატურალიზმის შიგნით. აი ეს ამასაც ჩემი დიზაინი. ამ დიზაინი ამ ჟურნალზე მუშაობ ხდებოდა ესე ჩვენ ინტერნეტში ახლობთ თუნდაც არტისტებს და შემდეგ უკავშირდებოდით მათ რომ როგორ გამოგზავნოთ თქვენი მუშაობები აი ხალისით ჩვენ ჟურნალში და ძირითადად არავინ არ გვეუბნებოდა უნარს როგორც ქართველების ასევე მსხვილი არტისტების მუშაობების დასწრება ამ ჟურნალში. ანუ სკრიპტისგან განსხვავებით ეს გიქცევს ჟურნალს, რაც აძლევს ჟურნალის ფორმას. სკრიპტი უფრო სკრიპტზე რო დოკუმენტი ხო, რამდენად აქვს და როგორც არის ეს დოკუმენტი ისე. ეს რაც არ უნდა ყველა PDF თუ აი ამ ეფექტს აქვს ისე ვთქვათ რა ჟურნალისტიკა თვითონ ხო? ანუ ეს რეალურად არის ერთი რაღაც სკრიპტი და წერილი რაღაცა. ხო, რა თქმა უნდა. კოდი, რომელიც პროცესს ნებისმიერ PDF-ს ფაილი ხო, ხო. მარტო PDF-ს ჟურნალებს ხო? მართლა ვთქვათ არ არის ზუსტად ნორმალური PDF-ის გამომიხსენებები. და ნუ კარგი არის ისე იმისასაც არის დღესდღეობით მაგალითად ესე არ გავაკეთებ ეს ამ ჟურნალზე გავაკეთებ. იმიტომ რომ ანუ რეალურად ეს პლატფორმა რა შვება, ანუ ახალი მედიუმით ძველ მედიუმს უსადაგებს რაღაც ჟურნალს და ანუ ერთ-ერთი რამე და ამით ვთქვა რა რეალურად კომპიუტერში შეგვიძლია ვნახოთ ამ რაღაც მობილურ მოწყობილობაში ეს ჟურნალი, რასაც გაცილებით მეტი შესაძლებლობა ვიდრე ყველა დაბეჭდილ ჟურნალს. მაგრამ ამას ხედავთ კლასს და ისე როგორც ჟურნალს. დღესდღეობით ჟურნალი რო გავაკეთოთ და თუ გავაკეთოთ მომავალში ამ პროექტს უკვე გავაკეთებთ ინტერაქტიულს ამ ჟურნალს. და გავითვალისწინებ შიგნით რაღაცას შეიძლება iPad-ისთვის გავაკეთებთ iPad-ის დახრას, მოხრას, ანიმაციების ჩასმა შეიძლება დაჭერა შეიძლება გაცილებით ხო, გაცილებით უფრო საინტერესო გავაკეთებთ. თუ გინახეთ ეს როგორი ჟურნალები კეთდება ის საინტერესო ის მოძრავი ინფოგრაფიკები და ასე შემდეგ. ანუ ეს თქვენი ჟურნალი არ იბეჭდებოდა, ხო რეალურად? არა, არ იბეჭდებოდა. მინდა და ეს პერიოდი დაფინანსების მოძებნა ამ ჟურნალისტვის, მაგრამ ნუ რაღაც არ განხორციელდა. მე მინდა და კიდევ რა თქმა უნდა მინდა რომ კიდევ რომ ამერიკანულიც მაგრამ ეს არ გამოდიოდა, რომ მარტო ენთუზიაზმით გასწებოდა და ენთუზიაზმი დიდხანს ვერ გასწავდა. რომელიც ბევრი პინკი ჟურნალი რომელსაც რეალურად იბეჭდება და ისინი რომელიც არის ის რამეთაც ეგოიტი. ხო, აქტიურად და ანუ უფრო მაინც იმაზე არის რომ უკვე დაკავებულები. ხო, აი მაგისთვის არის ყველაზე კარგი. ხო, რო არ და ლოგები უფრო პრაქტიკული არის, ხო, ანუ კი, ლოგისტიკის. იცი რა, ეს ანუ ეს ჟურნალი გავუკეთე 2009-ში. და რამოდენიმე ჟურნალი ეს პლატფორმა რო გამოჩნდა, რამოდენიმე ჟურნალი გამოვიდა ამისთვის, რაც არ იბეჭდებოდა. მე აქედან გამოჩნდა იგი. დღესდღეობით ხო უკვე არ ხარ, თავიდან გამოვიდა ხდებოდა ეს პროცესი. დღესდღეობით უკვე არსებული ჟურნალების უკვე განთავსება ხდება. ან ჟურნალებს არ შეიძლება ბროშურა იყოს რაღაცა და ბროშურა ისეთი რაც არ დაბეჭდა, რაც ასული რაოდენობა და გაკითხავდება და ბოლოს აღარ გიქნება. რატო უნდა წაიშალოს საერთო სპეციალისტები, თუმცა თავისუფლად შეგვიძლია აკეთოს პლატფორმაზე. ან ჟურნალები, მოჭირი აკეთოს პლატფორმაზე, მე ისე შეგვიძლია. მეორე ნომერს
გამოძებნი და ესეთი ტიპის ჟურნალი იყო, რომელიც ანუ რა თქმა უნდა, ამ ჟურნალის პრინციპში მიზანი თავიდან თან ეგ იყო, რომ გავუკეთებინოთ ჯერ ვირტუალურად ეს ჟურნალი და მომავალში ეგრე დაგვიჩნდა. მაგრამ დღესდღეობით საერთოდ 2000 წელს შეიძლება კიდევ უფრო მქონდა. დღესდღეობით აკლებად ინტერესია სული რომ ამე დავიჩნდა, რომ რაღაც ეს მედიუმი ზოგადად ნორმალურად კარგავს აქტუალობას და თუ რაღაც განსაკუთრებული იდეა და ამის უკან შეგინა მაგალითად დაგვიჩნდა, მაშინ ვფიქრობ, რომ ანუ შეიძლება აუდიტორია ყავს ესეთი პრობლემაა, როდესაც არ აქვს კომპიუტერში მოწყობილობასთან და იზოლირებული გახდა და დაუჭირდა. კომერციულად წაგებია. ბეჭდვა ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში მით უმეტეს, როდესაც მოსახლეობა გაყარდა და კითხველი ცოტა არის ბეჭდური პროდუქციის. მაგრამ არა მარტო საქართველოში, ეს რეალურად სოფლიოს პრობლემაა, საერთოდ ბეჭდური პროდუქცია ძალიან დიდი კრიზისის განიცდის და გაზეთი გარდიანი მეგონი 2009 წელს აგრეთვე უფრო პატარა ფორმატში გადავიდა. იმის გამო რომ უკვე ვერ ახერხებდა ანალიზավորებას თავისი პრინტის და საერთოდ თქვა რომ 20 წელიწადში საერთოდ აღარ იარსებობს. ანუ პრინტი უფრო რაღაც ეგზოტიკური რაღაც იქნება, რაც სპეციალური პრინტის ფორმატებისთვის შეიძლება ორი კითხვა მაქვს აი თქვენ ნაშრომთან დაკავშირებით, რაც ლოგოს გადაგების შეხედება. ნული აი რამდენი ლოგო გვანახეთ ერთი ბრენდბუქი არის ხო საერთოდ ეს აპლო მასალია. ეს ხო, ბრენდბუქიც არის, უბრალოდ ეს არის. ბრენდინგი არის და რამოდენიმე მათთვის ეს არის საოფისე ატრიბუტი. ჩვენთან მაინც ამას უკვე ბრენდბუქს და რაღაც ანუ თუ ლოგოში დავუშვათ 1000 ლარს ანუ აი ლოგოში უკვე ის 1000 არა, იცი რა არის ბრენდბუქი რეალურად იქ დეტალებიც არის ლოგო. ხო, წესი დღეს წესები და ასეთი და ანუ მე ამას უფასო ვაკეთებ ხოლმე. როცა ლოგოს ვაკეთებ, ანუ ესეთი რაღაც მარტივი ვიზიტის ბიზნეს პარატის ბლოკნოტის რაც პრაქტიკას ასაშეს და ხო, ბანკის დიზაინს უფასო ვაკეთებ. კალკულაციად გადაწყვეტილია. ეგ საინტერესო და ანუ იცით რა მაინტერესებს პირველი რამდენად არის ჩვენთან კულტურა იმის თვითონ კომპანიები და რომ დავუშვათ აი რამდენად არის ძალიან დიდი სამთიან ჩამოყალიბებული არის ხოლმე მიზანი თუ რა უნდას თუ მაინც თქვენ გიწევთ ხოლმე ფიქრი და მეორე ფერთან დაკავშირებით მაინტერესებს უფრო აი რატო მაინც ამაიც ეს ფერი და აი თუ გაქვს თუ რაღაც კი ფერებს შეიძლება ფერებს შემთხვევაში რა მოხდა იცი მე გამომიგზავნე სპიდაპი უკვე მზა ვებსაიტის ვარიანტი და მითხრას რომ ამის იყო ლოგო გასაკეთებელი. ანუ ფერებზე ვერ ვფიქრე არ მომიცი, რომ ამიხანე უკვე ამ დიზაინში არსებული ფერი, რომელიც საერთოდ ის არის. შაბლონი არის, რომელიც WordPress-ის თულს. აი გრანდურმეს შემთხვევაში? გრანდურმეს შემთხვევაში ავირჩიე, ანუ გრანდურმეს შემთხვევაში გავაკეთე ორი ფერი შეხამი. ერთი არის გუზის ფერი, ზღვის ფერი და ასევე ცოტა მეტალის ფერიც არის მაჩვენე. გუზას შეესაბამება საკმაოდ. და ყავისფერი ეს თვითონ დაპოტენციალ შემოწმებული ის აქედან სტაფილოსფერი ჩის. ხო, სტაფილოსფერი და ყავისფერს შორის არის რაღაც ხო. მოიტოვე პროფილია, ჯიკერი პროექტის საფუძველი. ანუ მინდოდა გამეკეთებინა მაქსიმალურად ხესთან მიახლოებული ფერი. იმიტომ რომ რაღაც უფრო ხესთან და თოქთან და ანუ უფრო რაღაც яхтასთან და ნაუთან, გემთან და თოქთან მიახლოებული. ანუ რაც არის ამ ზღვის ატრიბუტიკა და ფერის შეფერილობა, პროცესს ანუ აი გრანდურმეს შემთხვევაში იყო რამე კონკრეტული არა, აი მაგალითად ვიდეოს ინად თუ გინდა პროცესს განახეთ, ინად რამდენი ვარიანტი გავაკეთე და როგორ მივედი აქამდე და როგორ არჩა თუ დაგაინტერესებს. ჩემთვის და საერთოდ გაინტერესებს ყველას. რეალურად ძალიან ბევრი ვარიანტი გავაკეთე. დორან აქედან სტაფილოსფერი ჩაჭრა, სტაფილოსფერი ხომაც პრო ხელმისაწვდომობასთან ასოცირდება და რაღაც არა, ხო, სტაფილოსფერი არის, უფრო ის არის, მოყავისფრო. ცოტა სტაფილოსფერსაც
ესეც ახალი ვარიანტებზე სამუშაო ხდება. სამწუხაროდ არ მაქვს რა განახილება. ამ ორ ვერსიაზე ვაკეთებ. სამამია ძალიან და ნახე პირველი სახე საერთოდ ესეთი ხო. ანუ ეს იყო ერთ-ერთი ვერსია, რომელიც აირჩა და მე მოხდა ამის დახვეწა და მე მივიდა ეს. ანუ ეს დამკვეცა თქო ერთობლივ შოუში. ხო, ანუ აქ მოხდა თავიდან რაღაც თავიდან ისე მოხდა ბევრი ვარიანტი გავუკეთე, სამწუხაროდ აკანი. ბევრი ვარიანტი გავუკეთე თავიდან, მაგრამ რაც დამკვეთი ვერ გადაწყდა. დავალება არ მქონდა რაღაც კონკრეტული მოცემული, მითხრას რომ მაღაზია არის რაღაც რომელსაც ნუ ვიცოდი რა მაღაზიაც არის, მაგრამ რამდენიც ვიცოდი და ვიცოდი ეს ჩამოყალიბდა ჩამოყალიბდა საქართველოში. არავის არ ჩამოყალიბდა, რაც ვირიანი გაზები იყო, საინტერესო ეგზოტიკური პროდუქტი იყო. ეს ჩემი იყო, რაც ვიცოდი, მაგრამ ესეთი არანაირი დავალება არ მოცეს, არაფერი არ ვთქვი, რომ ესეთი უნდა იყოს, ან ესეთი უნდა იყოს და მე ვიცოდი რომ აზრიც არ მქონდა რომ მეკითხა. მე ვიცოდი რომ ვერანაირ მითითებას ვერ მივიღებდი. რაც პრინციპში არასწორია ძალიან, იმიტომ რომ დიზაინი ზოგადად გრაფიკული დიზაინი არის იმისთვის რომ რაღაც გზავნილი გადმოცე ვიზუალურად და დიზაინი ანიშნავს იმას რომ შენ თვითონ უნდა შეიმუშაო ეს გზავნილი. გრაფიკული დიზაინი არის ოსტატობა რომ რაღაც მესიჯი შენ აქციო ასე ვთქვათ ვიზუალური მესიჯი. ძირითადად ეს ხდება გამოსახულების და ტექსტის სინთეზით. ეს შრომაში ძირითადად გამოსახულება და ტექსტი. მაგრამ თვითონ დიზაინერმა წესით საერთოდ არ მოგებული რომ ეს მესიჯი შეიმუშაოს. ანუ ეს ისე მოგაწოდოს კომპანიამ გითხრას რომ აი მე ვარ რაღაცა მე ვარ ძვირიანი, მე ვარ იაფიანი, მე ვარ ახალგაზრდა სეგმენტისთვის, უფროსი სეგმენტისთვის, ხელოვანი სეგმენტისთვის, რა ვიცი, მილიონი მიწება არსებობს, მაგრამ შეიძლება ეს მესიჯი უფრო დახვეწილი გააკეთოს. მაგრამ საქართველოში მე ვისაც მიმუშავია, შე შემთხვევაში ეს არ ხდება ესე, პირდაპირ გეუბნებიან რომ როგორ ჭირდება ბრიფს ძირითადად არ აგზავნიან, შეიძლება კარგი ლოგოჯი. ხო, კარგი ლოგო ჭირდებათ, თან იაფად ჭირდებათ, ძირითადად და სწრაფად ჭირდებათ. და თვითონაც ანუ ამაში პრობლემა ის არის ხოლმე რომ რეალურად ჩვენ ბევრს გამუშავებ, ძალიან ბევრ ვარიანტს გაკეთებინებენ და შენი მუშაობის პროცესში იწყებენ ფიქს იმაზე თუ როგორი ლოგო ჭირდება. და ანუ რეალურად გიათმაგებენ მუშაობას, იმიტომ რომ შენ ერთ ვარიანტს გაუგზავნე და მე მიხვდებიან რომ აი ეს იმიტომ არ მოწონთ რომ რაღაც და გეტყვიან ამას. მე მეორეს გავუგზავნე, იმიტომ არ მოწონთ რომ ეს და ვაკეთებ რეალურად ათმაგება. ანუ ბაჭი, ხანახან არ მაგხობენ. ეხლა ძირითადად ბოლო დროს აღარ ვაკეთებ ხოლმე, მაქსიმუმ ვაკეთებ ხოლმე. ნუ თავიდან ვაკეთებ ხოლმე ძირითადად ორ ვარიანტს, მე ვაკეთებ ხოლმე ერთ მე ეს ასეთი ვარიანტი თუ არ მოწონთ, ნუ ვითვალისწინებ შენიშვნებს და ვაკეთებ ხოლმე კიდე ერთ ვარიანტს მაქსიმუმ და თუ არ მოწონთ, მოვიგნები რომ სავარაუდოდ ჩვენი ურთიერთობა შედგება და ყველა ერთმანეთს გავაცოლებთ. რა ეგრეთ შემთხვევაში ყოფილა რომ იკეთებია აი მაგალითად თქვენ ბრიფის თქვენი მუში გააქვთ დაუშვათ რაღაც კითხვარების რასაც აბსოლუტური ინფორმაცია. მაგასაც აზრი არ აქვს. იმიტომ ერთხელ მაგალითად უფრო წინასწარმეტ დაფიქრდებიან იმაზე რა რეალურად. ხო, მაგრამ ერთხელ გავაკეთეთ, აი ჩემი და ჩემი და მე ჩემი და გავაკეთეთ, სპარჩერის ეგეთი კითხვარი. ერთ კომპანიას გავუკეთეთ, გვერდს უკეთეთ და გვეუბნებოდა და აი ძალიან არაუდარეული რაღაცა არის. ერთმანეთის საწინააღმდეგო რაღაცას გვეუბნებოდა. და მითითებებს და შესწავლებს ვიკეთებთ. და ჩვენ ვთქვით, თქვენ იმდენ საწინააღმდეგო რაღაცებს გვეუბნებთ ერთმანეთს, იმდენი ხართ, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რომ გამოგიზარდეთ კითხვას, უპასუხოთ ამ კითხვას და ნახოთ, აბა იქნებ ესე მაგის გამოშვით რა გინდა. და საბოლოო ჯამში ამ კითხვასგან აღმოჩნდა, რომ რეალურად ამ ადამიანებმა ვისაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, არც სეგმენტში ეთანხმებოდნენ, ასაკობრივ სეგმენტში ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, რა არის მათი ასაკობრივი სეგმენტი. კიდე რა კითხვები იყო? ასოს კითხვები გავაკეთეთ. ფერები, აღქმა, ასოციაცია. ხო, ფერები, აღქმა, ანუ რეალურად ამ ადამიანების აზრი ამ ბრენდთან დაკავშირებით საერთოდ არ ემთხვევა. ანუ ერთმანეთში თვითონაც აღქმა ჩამოყალიბებული, რაც წარმოადგენს ეს ბრენდი. და ფაქტობრივად ჩვენ გვავალებდნენ, რომ ჩვენ ჩამოგვეყალიბებინა ეს და ეს არის გრაფიკული დიზაინი. გრაფიკული ვიზუალ შეეხება და არა
კონკრეტულად იდეას და კონკრეტულად გზავნილს. გრაფიკული დიზაინი არის უფრო რომ რაღაც იდეა და მესიჯი გადათარგმნო ვიზუალურ ენაზე. მოდი რა პრინციპში ცოტა გვაქვს და პრეზენტაციას გავხსნა, ამას უფრო დაწვრილებით ავხსნი არც გულისხმობ ამაში. აი პრინციპში ეს გამარტება, როგორც გამარტე, რაღაც კონკრეტული ძალიან ზუსტი კონკრეტული გამარტება პრინციპში რასაც დავაკვირდი არ არსებობს იმდენ. სხვადასხვა ლექსიკონებში და რაღაც ძალიან ზუსტი გამარტება არც ერთი არ იყო იმ მხრივ, რომ ცოტათი შეიძლება სხვადასხვა ლექსიკონებში განსხვავებული გრაფიკული დიზაინის გამარტება. და საკმაოდ სრული არის განსაზღვრა, ამას უფრო დაწვრილებით ამოსვლა. მაგრამ ყველაზე მარტივად გრაფიკული დიზაინის ეს შეიძლება ახსნათ ჩემთვის. გრაფიკული დიზაინი არის ვიზუალური კომუნიკაცია, ტექსტზე გამოსახულების მეშვეობით, რომელიც აუდიტორიასთან რაიმე მესიჯის გადასაცემად გამოიყენება. რას ნიშნავს მესიჯის გადაცემა? მაგალითად, შენ შეიძლება გქონდეს რაღაც გაკეთებული, რაღაც ინფორმაცია გქონდეს მნიშვნელოვანი, რომელიც გინდა გაავრცელო, როგორც ამ ჟურნალის ხმაზე რაღაც ხდება გლობალური დათბობა. და ეს გინდა რაღაცნაირად გადაცეხა. შეიძლება უბრალოდ ამის საინტერესო ინფორმაცია გქონდეს, ამას გინდა დაინტერესო. როგორც მაგალითად ამ ინფოგრაფიკში არის გამოსახული. შეიძლება პროდუქტი გქონდეს, რომელიც გინდა რომ გაყიდო, როგორც მაგალითად ამ კონფორტის პლაკატში არის გაკეთებული. შეიძლება გინდოდეს რომ უბრალოდ გააფრთხილო ხალხს რაღაცით, როგორც ეს ხდება ხოლმე მაგალითად საგზავნო ნიშნებში, რაღაც ნიშნებში და მიუთითო რაღაცაზე რომ საქმას რაღაცას იქნას. შეიძლება რაღაც რთული პროცესის ახსნა გინდოდეს მარტივად და ამის ეს გამოიხატება. ანუ მოკლედ ვთქვათ, რაღაც მესიჯი გქონდეს, რომელიც გინდა რომ გაავრცელო. მაგრამ ეს მესიჯი რომ გაავრცელო მაგალითად, შეგვიძლია გაავრცელო ვერბალურად და უთხრათ თითოეულ ხალხს ან მეგაფონი დაიჭირო, ან რადიოთი გაავრცელო, მაგრამ ეს იქნება ვერბალური კომუნიკაცია. მაგრამ როდესაც გამოიყენებ ამ მესიჯის გასავრცელებელ ტექსტს და გამოსახულებას რაღაცას, ეს უკვე გახდება გრაფიკული დიზაინი. გრაფიკული დიზაინი ანუ ამაზე ჩამოყალიბდეთ, რომ გრაფიკული დიზაინი აუცილებლად რაღაც გრაფიკული დიზაინი აუცილებლად რაღაც გზავნილი უნდა გადმოსცეს და განსხვავებით მაგალითად ფერწერისგან და ხელოვნებისგან არ შეიძლება რომ ის იყოს აბსტრაქტული და უბრალოდ შენში რაღაც ტკბობას, რაღაც სულიერ ტკბობა გამოიწვიოს. ან რაღაც კითხვები გაგიჩინოს აბსტრაქტული, რომელიც ზუსტად არ იცი რას ნიშნავს. ან დაგაფიქროს, რომ შეიძლება ის იყოს, შეიძლება ის იყოს. ეს არ შეიძლება. ხელოვნებაში ეს მიღებული არის და პრინციპში უფრო ამისთვის არის განკუთვნილი. მაგრამ გრაფიკული დიზაინი ხელოვნებიდან განსხვავებით, აუცილებლად რაღაცას კონკრეტულად გეუბნება. აი როგორც აქ არის ეს არის კანდისკის დამუშავება, რომელსაც ჰქვია ფერი თუ გოლები, რამდენიმე ხოლო ეს არის უკვე გრაფიკული დიზაინის მიერ შემუშავებული ტიპოგრაფია, კანდინსკი, სადაც არის გამოყენებული კანდინსკის რაც ფერები და ობიექტი. ანუ ეს პირდაპირ გრაფიკული დიზაინია, რომ პირდაპირ გვანახა, რომ კანდინსკი თქვა როგორც ზოგადად დიზაინით, ასევე წარწერით, რომ ეს არის შრიფტი კანდინსკისთვის. თვითონ სიტყვა გრაფიკული დიზაინი არის ძველია, გასული საუკუნის 20-იან წლებში დაკვირდა და მისი ავტორი არის უილიამ მედისონ ბეგინსი.
ის იყო წიგნების ილუსტრატორი, წიგნების დიზაინერი, ასევე შრიფტების დიზაინერიც იყო და მან პირველად მიუჩინა ამ პროფესიას დასახელება გრაფიკული დიზაინი თავის ერთ-ერთ წიგნში layout and თანასწორში. იმის გარდა რომ William Ellison Briggs სიტყვა შეიმუშავა ზოგადად ასევე დაიხმარა გრაფიკულ დიზაინს, რომ ის რაც რევოლუცია მოახდინა შრიფტებში. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა გრაფიკული დიზაინი საკმაოდ ახალი არის, თვითონ გრაფიკული დიზაინი საკმაოდ დიდი ხანია რაც არსებობს და ჭიროდ არის დაკავშირებული კაცობრიობის ისტორიას. პირველად თავდაპირველად გრაფიკულ დიზაინს ყოფითი პროგრამის გადასაწყვეტი როლი ჰქონდა მიუჩნევა. და რაც ნიშნავს ეს. აქ არის ნაჩვენები შოუს გამოქვაბულში დახატული პირველყოფილი ადამიანის დახატები, რომელიც ზოგი მეცნიერების 30-32 საუკუნის წელიწადამდე ათარიღებენ, ეს არის ზედაპალეოლითი, ანუ პერიოდი, ადამიანი Homo sapiens პრინციპში აიხანი არის, მაგრამ როდესაც მან უკვე დაიწყო იმ იარაღების და საშუალებების გამოყენება, რომელსაც ახმოვანდა ნეანდერტალელი განვითარებული ადამიანები. თავდაპირველად ეს ნამუშევრები ნახეს მეცნიერებმა ხალხმა ეგონათ, რომ ეს უბრალოდ ნახატები არის, სამით თვით გამოხატვის საშუალებები ყოფილა ადამიანებისთვის, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ ეს ესე არ არის. ეს ნახატები განკუთვნილია იმისთვის, რომ რაღაც ინფორმაცია გადმოსცეს. ანუ ძირითადად ეს იყო რაღაც ინფორმაციის გადმოსაცემი, მარტივად რო ვთქვათ რაღაცა, მაგალითად, შუბის არის, შუბი და ცხოველი ნიშნავს, რომ ეწავედი სანადიროდ, მაგალითად, როგორც ადამიანს შეიძლება დაიტოვებინა გამოქვაბულში, ის სხვა მცხოვრები ადამიანის გადაეცა ეს ინფორმაცია, ზოგი რაც რიტუალებს აღწერდა და ასე შემდეგ. უბრალოდ თავი მათი დატვირთვა ლეპტოპი ჯდება. თავი მათი დატვირთვა იყო რაც ინფორმაციის გადმოცემა. და ამიტომ ეს შეიძლება ჩაითვალოს პირველი გრაფიკული დიზაინის ნამუშევრები და პრინციპი გრაფიკული დიზაინის საფუძველი. დრო რადგან ცოტა გვაქვს, ისტორიას ცოტა დავაჩქარებ. მოკლედ ეს ნახატები გამოქვაბულში ნახატები გადაიცა პეტროგლიფებად, ანუ ქვაზე ამოხატულ ნახატებად. ქვაზე ამოკაწრა, რადგან უფრო რთული არის, ვიდრე ქვაზე დახატვა. შესაბამისად ეს პეტროგლიფები ნორმალურად უფრო გამარტივდა და ზოგი იყო ვიზუალურად იმ ობიექტს აღარ გავდა საერთოდ და სიმბოლოს წარმოადგენდა. და ანუ იყო რაღაც სიმბოლო, რომელიც არის იდეას ან ობიექტს აღნიშნავს. ჯიპარი. მე ნორმალურად შეიქმნა იეროგლიფები. იეროგლიფებს მოყვა დამწერლობა, ამბანი შეიქმნა. უკვე ჩვენი წელთა რიცხვით დამწერლობა ძალიან განვითარებული იყო. ბევრი წიგნებიც დაიწერა, არსებობდა წარწერები ასადებზე. უკვე ყველანაირი ასოარს არსებობდა მაგალითად ლათინურ ალფაბეტში, რაც დღევანდელ უბრალოდ ყველა ასო არსებობდა, რაც მათენაში იყო დასასვენი ნიშანი. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ წიგნების უკვე გამოჩნდა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ თითო წიგნის დაბეჭდა ძალიან დიდი დრო ჭირდებოდა. და ანუ ეს წიგნები მაინც მცირე რაოდენობით გამოდიოდა. შემდეგი დიდი რევოლუცია გრაფიკულ დიზაინში მოხდა მაშინ, როდესაც
19 საუკუნეში ბრიტანელებმა გამოიგონა საბეჭდი მანქანა. და გამოიგონა ასევე ასოს ყალიები, მოძრავი ასოს ყალიები. ხო, ანუ ადრე ბეჭდას ახდენდა, ეს არის მოძრავი ასოს ყალიები, რაღაც იყო რაღაც ხუთი, რომელშიც ვარდებოდა ასოები. ეს ასოები სვავდებოდა მელნით პირობითად. და მე ამითი გადადიოდა ღვინის ყურძნის საწნახელის გამოყენებით, იპრესებოდა ზემოდან ფურცელი და ესე გადადიოდა ხის ყალიებებიდან გამოსახულება ამ ფუნქციებს. რეალურად უკვე ბეჭდის ტექნოლოგია მანამდეც არსებობდა და უпростовად ბეჭდვისაც და მოძრავი ყალიების ტექნოლოგიაც ეს პირველად შემუშავდა ჩინეთში, მაგრამ რადგან ჩინური იეროგლიფები ძალიან ბევრი არის, არც ისე ეფექტური აღმოჩნდა ჩინური ამბავისთვის. ამიტომ ეს დასავლეთში უფრო აქტიურად განვითარდა. რომ ამა რა თქმა უნდა მოახდინა გადატრიალება გრაფიკულ დიზაინში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წიგნები გამოიცა, რადგან წიგნების გამოცემა ძალიან მარტივი გახდა. ნელ-ნელა წიგნების ბეჭდვა სხვადასხვა ლეიაუთის გამოყენება სხვადასხვა ხერხი დაიწყეს, სხვადასხვა ხერხის გამოყენება დაიწყეს. და აკაცოდად გადავახო ისტორიას და შემდეგ მნიშვნელოვანი ეტაპამდე მივალ, რომელსაც ქვია აგრარული რევოლუცია, ინდუსტრიული რევოლუცია. ანუ, როდესაც ინდუსტრიული რევოლუცია მოხდა მე-18-19 საუკუნეში და ხალხმა დაიწყეს რაღაც უпростовად მანქანებმა დაიწყეს რაღაცების კეთება ხალხის მაგივრად. გამოჩნდა ძალიან ბევრი ბრენდი და ბევრი საწარმო და შესაბამისად საჭირო გახდა უფრო განსხვავებული დიზაინერის გაკეთება იმისთვის, რომ ამ სხვადასხვა საწარმოებს და ბრენდებს დაიმკვიდრებინათ თავისი თავი. გამოჩნდა ბევრი სხვადასხვანაირი ტიპის შრიფტები, პოპულარული გახდა ამ პერიოდში ძალიან პლაკატები, სადაც აღბეჭდილი იყო რაღაც ივენთები, კომპანიები, ასევე განვითარდა ძალიან გაზეთების ბეჭდვის ტექნოლოგია, რადგან გამოჩნდა ლითოგრაფია და ფოტოტექნოლოგია. და მოკლედ რომ ვთქვათ, გრაფიკულ დიზაინმა საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ამ პერიოდში. და ამ პერიოდში ასევე უფრო მყარად დამკვიდრდა საბრენდე ნიშა. ანუ რაღაც ორგანიზაციის, კომპანიის, დაჯგუფების ვიზუალური იდენტიფიკატორი. ანუ ამასაც დიდი ისტორია აქვს პრინციპში რაღაც დაახლოებით მე-17 საუკუნეში კიდევ უფრო ადრე 22 საუკუნეში ჩვენთან უკვე არსებობდა ცილინდრული დაღები, რომელიც თიხის ფირფიტებზე ტარდებოდა და ესე გადაჰქონდათ მევაჭრეებს თავისი სიმბოლოები თიხის ფირფიტებზე. ასევე არსებობდა ძალიან დიდი ხნის წინ უკვე საქონელზე დასმული დაღები, რითიც საქონელს აღნიშნავდნენ ანტიკურ ეგვიპტეში. მე მონეტები გამოჩნდა, სადაც ბუნებრივი სიმბოლოები იყო ზემოდან, ასევე ღერბები არსებობდა, რომელთაც საგვარეულოები აღინიშნებოდა. ეგრეთ წოდებული ვოთერმარკები არსებობდა იტალიაში, რომელიც რაღაც დოკუმენტებს ეშთხოვებოდა, ანუ ბაცი გამოსახულება. აი ფონად როდეს რაღაც დოკუმენტს უკვე ბაცი უყურებდა. ინდუსტრიული რევოლუციის დროს გამოჩნდა პირველი ლოგოებიც, მაგალითად ეს არის 1876 წელს შემუშავებული ლოგო კომპანია ბასისკის, რომელიც ძირითადად ალკოჰოლურ პროდუქციას აწარმოებდა. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბრენდის ლოგოტიპი. მაგრამ ამაზე ვიქნებოდეს რაღაცა და შემდეგი მნიშვნელოვანი ცვლილება გრაფიკულ დიზაინში უკვე მოხდა მე-20 საუკუნეში, როდესაც ბაუჰაუსის სკოლა დაარსდა, ეს 19 წელს იყო. ამ დროისთვის
დიზაინისთვის უკვე გამოჩნდა რაღაც მითითებები და უკვე ძალიან მალევე დაგვიდა სიტყვა გრაფიკული დიზაინიც და რაღაც შემუშავდა ერთგვარი კანონები გრაფიკული დიზაინისთვის. ნუ ესეთი კონკრეტული წესები მაინც არ არსებობს გრაფიკული დიზაინისთვის. ვერ ვიტყვი რომ აუცილებლად რაღაცა ამ ტიპის ბადე უნდა ქონდეს იმისთვის რომ კომპოზიცია ააგო, ან აუცილებლად ეშრიფტი იმას უნდა მიუსადაგო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცდილობა მოხდა ამ ინფორმაციის რაღაც უფრო დახვეწილად ორგანიზებას. შემდგომში შემუშავდა ძალიან ბევრი შრიფტები, დიზაინი უფრო მინიმალისტური და არქიტექტურული, ასე რომ ვთქვათ, დიზაინი გახდა პოპულარული გრაფიკულ დიზაინში. ეს მოხდა იმიტომ, ასე რომ მიშტილი წვლილი შეიტანა ელვისიცკი, მაგალითად, რომელიც იყო კონსტრუქტივისტი, საბჭოთა კავშირში მოღვაწეობდა, უბრალოდ საბჭოთა კავშირში მოღვაწეობდა. ის იყო არქიტექტორი და პირველად გამოიყენა გრაფიკულ დიზაინში არქიტექტორის პრინციპი. და დაიწყო რაღაცნაირად ბაუჰაუსის ტიპის მოსწავლე, რაღაც გეომეტრიულად წარწერების და განსხვავების დამოკიდება. ნუ მერე შვეიცარიელი დიზაინერებმა ეს საერთოდ დახვეწეს და გაამინიმალისტურეს დიზაინი. 60-იანი წლებისთვის უკვე იმდენი რეკლამა არსებობდა, ესე განვითარდა სარეკლამო ინდუსტრია, რომ ხელოვნებაზეც კი იქონია გავლენა და ეს კარგად ჩანს ოპერატის დროს, როდესაც გრაფიკული დიზაინის და რეკლამის გამოყენება დაიწყეს ხელოვნების ნიმუშებში. ამის შემდეგი პრინციპში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა მაშინ, როდესაც შემუშავდა კომპიუტერი გრაფიკული ინტერფეისი. ანუ ეს მოხდა პრინციპში 1979 წელს შემუშავდა პირველი Apple-ის კომპიუტერი გრაფიკული ინტერფეისი. აქამდე უკვე CERS ჰქონდა შემუშავებული ესეთი კომპიუტერი, მაგრამ არ გახდა აქტუალური. Apple-მა აიღო ეს CERS ტექნოლოგია გამოიყენა, დახვეწა და შექმნა პირველი ესეთი დახვეწილი გრაფიკული ინტერფეისიანი კომპიუტერი. საინტერესო რაღაც მოხდა ამაში ის, რომ მანამდე კომპიუტერებში გამოიყენებოდა ტექსტუალური ენა, მხოლოდ და კომპიუტერში რამ გაკეთებული, უნდა მიგეწერა რამ ძამება. და როდესაც გადაწყვიტეს, რომ კომპიუტერისთვის გრაფიკული ინტერფეისი გაეკეთებინათ, გამოიყენეს რაღაც ყოფითი სიმბოლოები, ხო, რაღაც წასაშლელი დოკუმენტები ვარდებოდა ნახვის კუთხეში. ის ადგილებსაც ფაილები იყო შენახული, გადაიცა პატკებად. კალკულატორით აღინიშნა და შემუშავდა რაღაც სიმბოლოები, რომელიც რეალურად რაღაც კომპიუტერულ ოპერაციებს აღნიშნავდა. იმის გარდა, რომ ზოგადად გრაფიკული ინტერფეისი შემუშავდა, ამაში რა თქმა უნდა მონაწილეობა დიზაინერებმა მიიღეს, ასევე ესეთმა კომპიუტერმა დიზაინერებს მისცა საშუალება, რომ კომპიუტერით ეკეთებინათ დიზაინი. და ამისთვის გადაწყვეტი იყო გრაფიკული ინტერფეისი და მაუსი. რითიც უკვე შესაძლებელი იყო, რომ კომპიუტერში რაღაც დიზაინები გაკეთებინა. ანუ მაუსი ამ პერიოდში შეიქმნა? არა, ამ პირობისთვის არ შეიქმნა, მაუსის გარეშე უბრალოდ მაუსი იმისთვის შეიქმნა, რომ გრაფიკულ ინტერფეისში მარტივი ყოფილიყო ნავიგაცია. მაგრამ მაუსის გარეშე გრაფიკული დიზაინს ვერ გააკეთებდი, ხო, კომპიუტერზე. CERS და თავიდან უკუაგდა მაუსი და ერთმა მიიწვია და მაგით გაიკარშა. თავიდან გააკეთეს, მე თქვენს რომ რაც ჩათვალეს არის წარმატებული პროექტი და მაიღო სხვაჯერის ხალხიც Apple-ის სამშობლოების მუშაობდნენ ამ გრაფიკულ ინტერფეისში. ანუ დღესდღეობით არც არის ზუსტად ცნობილი რეების შეცვალა Apple-მა ამ Xerox-ის ინტერფეისში. რა თქმა შეიძლება ხო რამდენი წუთის ეს ინტერფეისი და Xerox-ის ბაზაზე აწყო თავს. ესეთი გასული საუკუნის 20 წლებში გამოსად გაზეთში გამოჩნდა ესეთი ფრაზა, ერთი გამოსახულება 1000 სიტყვას უდრის
რაც პრინციპში მართალია, იმიტომ რომ ერთი გამოსახულებით შეგვიძლია რაღაც 1000 სიტყვა წარმოსახვა. და პრინციპში ამის მაგალითის შეიძლება გიზი 1000 სიტყვას არ აღნიშნავს, მაგრამ ბევრი რაღაც პატარა სიმბოლოები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ყოველდღიურად საურთიერთოდ კომპიუტერში, აღნიშნავენ რამოდენიმე სიტყვას. დღესდღეობით ძალიან ბევრი ინფორმაციას ვიღებ ყოველდღიურად და სულ უფრო და უფრო რთული ხდება ამ ინფორმაციის დამახსოვრება და სულ უფრო და უფრო რთული ხდება ისეთი ინფორმაციის გაკეთება, რომ ხალხის ყურადღება მოიზიდო. ამიტომ ბოლო კომპიუტერულ ერაში, სადაც ინფორმაცია არის, ხალხი ძალიან ხშირად იყენებს ამოსახულებას თავის ინფორმაციის ასაკს. მაგალითად, ხშირად ხდება ინფოგრაფიკები, ბლოგერებს დამოკიდებული ხდება ისინი. ანუ აქ არის რეალურად ინფორმაცია, რომელიც არის ვიზუალიზირებული და ამის გამო ბევრად მარტივად ასახმელი არის და დღესდღეობით საკმაოდ საჭიროა ისინი. ასევე ყოველდღიურად საურთიერთო ადამიანები იყენებენ მემეებს, ანთროპოლოგიის მემეებს. ეს არის იქარდი, რომელიც პოპულარული გახდა და იმის გარდა რომ კომპიუტერი გამოჩნდა და გრაფიკული დიზაინის შეიცვალა გამოჩნდა ახალი შესაძლებლობები, ისევე როგორც გრაფიკული დიზაინერის შექმნა გრაფიკული დიზაინის ნიმუში, ასევე ვიზუალური ინფორმაციის მომხმარებლებსაც გამოჩნდა ახალი შესაძლებლობები. გამოჩნდა მობილური მოწყობილობები. ამის გამო გრაფიკულ დიზაინერებს უწევთ სხვადასხვა ერთი ვიზუალის გაკეთებისას სხვადასხვა ეკრანის გათვალისწინება. ხო, იმიტომ რაც შეიძლება მაგალითად 27 ინჩიან ეკრანზე კარგად და გარკვეული ჩანს, 7 ინჩიან მობილურის ეკრანზე საერთოდ არ გამოჩნდება. ამიტომ გრაფიკულ დიზაინერს უწევს გათვალისწინება იმისი, რომ ინფორმაცია ნებისმიერ ზონის ეკრანის მედიუმზე იყოს თანაბრად მისაღები და ასახები. ეს ზოგადად ხელს უწყობს იმას, რომ ინფორმაცია უფრო და უფრო რაღაც პერსონალიზირებული ხდება. პრინციპში არა მარტო ინფორმაცია, არამედ პროდუქციაც, რასაც უყურებთ დღეს, სულ უფრო და უფრო პერსონალიზირებული ხდება. ან ბრენდები სულ უფრო და უფრო ცდილობენ თავისი რაც შეიძლება უფრო მეტი ქვებრენდი გააკეთონ, რომელიც უფრო კონკრეტულად რაღაც სეგმენტებზე არის გათვლილი, ვიდრე რაღაც ერთი შექმნა, რომელსაც უნდა რომ ყველა პროდუქტი მოიცავს სამეცნიერო. იმიტომ რომ დღესდღეობით გაქვს ინტერნეტი, პირდაპირ შეიძლება დაუკავშირო რაღაც მილიარდობით ადამიანს და ამ მილიარდ ადამიანში მცირედი პროცენტიც უკვე საკმაოდ ბევრია. ამიტომ უფრო კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი პროდუქტები და ინფორმაციაც საკმაოდ ამართლებს, ხო? პრინციპში რომ გადავხედოთ, კიდე ბლოგებზე სტატიებსაც რომ გადავხედოთ, ხო? უფრო რაღაც მე რასაც ვაუჩნევ, სულ უფრო და უფრო ვიწრო პროფილები აქვს არჩეული ამ სტატიებს. და პრინციპში პროდუქტებსაც. responsive design მიგდით, ხო? პრინციპში რასაც ნიშნავს, აქაც მარტივად არის ახსენები, ხო? web web-ი, რომელიც დიდ ეკრანზე გამოჩნდებოდა ეს შედარებით პატარა ჩანს, შეიძლება უფრო პატარაზე, ასე გამოჩნდება. responsive design-ისთვის უკვე მარტო გრაფიკული დიზაინი არის საკმარისი, უკვე სასურველი არის მცირედი დეველოპერული ხრიკები და ენა. ან პრინციპში შეგვიძლია შეშაყოლაში ხდება ეს დიზაინერი აკეთებს დიზაინს, ამ სიტუაციას რამდენიმე პროდუქტის სტაციის დავალებას პროგრამისტი და პროგრამისტი ამას ახსოვს უკვე რესპონსი. მაგრამ დღესდღეობით ისეთი დრო მოდის, რომ
საჭირო დიზაინერის უკვე საჭირო არის ჩემი აზრით, რომ იმის გარდა მოიცოდეს რაღაც ვიზუალური რაღაცების გაკეთება, ასევე იცოდეს ცირეოდენი კომპიუტერული ენა მაინც. იმიტომ რომ უკვე უფრო ლოკალური დიზაინერი ჩდება ესე და კონკურენციას გქონდა. შეიძლება შენ თვითონ არ გააკეთო და დეველოპერობა არ იცოდე, შენ არ დააპროგრამებო ბოლომდე, მაგრამ წარმოიდგინე მაინც უნდა გქონდეს, ხო, რომ დავალებას ვიცი დეველოპერს, დეველოპერები ხო ხარ, მე თქონიათ ესეთ შემთხვევები, როდესაც დავალებას გაძლევენ, რაც რეალურად არ არის შესაძლებელი. ან პრობლემატური, ხო, არალოგიკური არის, ან პრობლემატური არის, ხო, ეს მოხდეს კომუნიკაცია საჭიროა როგორც გამი მაგალითი რო გაიცნოთ აი ეგეთ შემთხვევაში. ანუ უბრალოდ რა სადვერ კარტული მეთოდი დიზაინერი და დეველოპერი. მე პრინციპში ასე თუ ისე, ან შეიძლება არ ვიცოდე ხა პროგრამერები და უბრალოდ მაგრამ წარმოდგენა მაქვს ზოგადად რა როგორ კეთდება. მაგალითად რომ მოგიყვანა რა შეიძლება. მაგალითად ძალიან ცუდი არის ხოლმე როდესაც ხო, ნუ როცა არ არის ეს პროგრამის დაწერა უწევს. ხო, საბოლოოში გააკეთე სამი პროგრამა. ხო, ანუ როცა არ არის ეს სამი ვერც, რაც აინტერნეტ არაუკმაური და არასწორია, რომ და ყველაზე ცუდი რასაა, მე ცვლილებების შეტანაა და ხო, დინამიური საკლებად. ხო, ანუ რაღაცა სტრუქტურული თანხმობა რომ დახდებოდეს რეალურად ხო? აი შემთხვევაში ვთქვათ, რომ ვაცნობ დიზაინს, როდესაც მაცრავენ, არის აი ძალიან პიქსელებში იმდენად გააკეთე, როგორც საბეჭდი დოკუმენტი იქნება, რაც თვლი რომ ისე ძალიან არასწორი მიდგომა არის, რომ ვები არის ძალიან ფლექსიბელი, როდის რა ზომა, რა გამოსახულებაში მოხდება, არც არის. ხო, ანუ აქამდე ვიზუალიზ ისე უნდა დაგეგმო, რომ სულ ცვალებად მდგომარეობაში ანუ პრინტის გრაფიკული დიზაინი როგორ იყო, აი რაღაცაზე რაც მუშაობდი რა, ანუ პირდაპირ იმ მუშაობის პროცესში, როდესაც შენ ხელებს აწევდი აქტიურად, ის იყო დასრულებული დიზაინი, ხო? ანუ როდესაც შენ ამუშავებს მიატოვებდი, ის იყო ამით იყო დასრულებული, შეიძლება წაგებო არ იყოს ამაში დაგეგმო, ხო? ჩარჩო ისო წინასწარ. ა? ჩარჩო ისო წინასწარ ეგ დიზაინი. ხო, ფურცლის ხო, ზომა იცი, ფურცლის ზემოდან აკეთებ. ნუ კაი, გასაგებია, ბოლოს ვიცი 300 პიქსელს, მაგალითად, ძალიან ცოტა ცინკი უნდა იყოს, მაგალითად, ბეჭდვაზე და 300 პიქსელი იყოს, ხო? ამ რაღაც ელემენტს გაითვალისწინებ, გადაცემ ცოტა აი ბეჭდვა. ამიტომ გასაგებია მარტივად ხდება, მუშაობის პროცესი გაცილებით მარტივი იყო იმ მხრივ, რომ პირდაპირ ხედავდი დასრულებულ პროდუქტს ყოველთვის, მთელი მუშაობის განმავლობაში, სამუშაო პროცესის განმავლობაში. და აპლიკაციების დროს და ვებგვერდების დროს სხვანაირი არის, ან შენ სადაც უნდა გაიხედო. ანუ იმის გარდა რომ შენ ეხა ამ მომენტში რასაც ხედავ, და ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ მომხმარებელი დაჯდება, აქედან მაგალითად სხვაგან რომ უნდა გადასვლა, ამდენად მარტივად იზრდება, ამდენად ცოტა დაჭერა დაჭირდება ამისთვის. ამდენად ნაკლები ფიქრი დაჭირდება ამისთვის, ხო? იმიტომ რომ ეს გაიცნობთ სტატისტიკას ვთხოვდი, რომ საშუალოდ 1 წუთზე მეც არ ატარებს არც ინტერნეტში ინტერნეტის პრობლემები მოხდა. და მისთვის საჭირო ინფორმაციას როცა ეძებს, საშუალოდ 12 წუთზე მეც არ ატარებს ამ ინფორმაციას. ანუ ეს შეიძლება იყოს ვიდეო, ან შეიძლება იყოს წარწერა, საშუალოდ მაქსიმუმი არის 12 წუთი. და შეიძლება გაატაროს. ამიტომ ბევრი რაღაცების გათვალისწინება გიწევს. ანუ იმის გარდა რომ რესპონსივი უნდა იყოს და უნდა გაითვალისწინოს სხვადასხვა ზომის მოწყობილობები, ამის გარდა უნდა გაითვალისწინოს ზოგადად გამოცდილება მომხმარებლის
როდესაც ის მაგალითად აპლიკაციის მოხმარების დროს იგებს. სამ აპლიკაციები მე მგონი ყველაზე კარგი პრინციპში ტელეფონში შეიძლება განახორციელოს. აი მაგალითად ამიტომ ეს აპლიკაცია usability. Εδώ Airbnb, ამის ლოგოზე სწორედ ამბობს დისკუსია. აცებს ამას ეს ბინების გაქირავების ხო, ბინების გაქირავების აპლიკაცია. Airbnb. ანუ ის გარდა ზოგადად დიზაინი ხარჯია და მარტივია პრინციპში. დიზაინი არის ხალხური ამის გარდა აქ ნავიგაცია არის ძალიან მოსახერხებელი. ამ დღეზე ძალიან მოწონს ის რომ გათვალისწინებულია ის რომ ერთი ხელით მოახერხო ნავიგაცია. მაგალითად ამ როდესაც ხედავ ეს კოდკით ბინების აპლიკაცია არის, როდესაც უყურებ ამ ბინას იმის გარდა რომ ეს შემიძლია ასე ჩასწორებო, ასე შემიძლია მარჟვენაც ვიყო ასე. და ნახო მახლობლად არსებული ბინა. ამის გარდა შემიძლია აქ ისე რომ მეორე ხელიდან დავახმარო, შევიდე კატეგორიებში. ამის გარდა თუ ჩემი საბარათო ინფორმაცია შეტანი სულ რაღაც სამი დაკლიკოთ შემიძლია უკვე პირდაპირ დავაკეთოს. ამას წესი არსებობს აი მაგალითად ნებისმიერი ოპერაცია მხოლოდ რაღაც რაოდენობის აქტივობას მიყოლდეს ან თუ არის ეგეთი რაღაც აი ხა როგორც ვთქვით აი მაქსიმუმ 3 დაკლიკვა არა მე მგონი ჯაზეთ ძალიან ახალი სფერო არის ხო ზოგადად და ესე კონკრეტულად არ არსებობს ამის გარდა გრაფიკულ დიზაინის პრინციპში აი რაც 100%-იანი წესები არ არსებობს ანუ ეს პრეზენტაციაში რაც განახილეთ ხო მაგალითად თავიდან ხელნაკეთი წიგნები როდესაც კეთდებოდა ხო და მაშინ იქნებოდა რაღაც გრაფიკულ ბადეს რომელიც ასხელით იგებოდა მე საბეჭდი წიგნები რო გამოჩნდა ეს ბადე რაღაც დაივიწყეს და აიღეს პირდაპირ ასოების ერთმანეთთან დაალაგება მაგრამ ამდენი ჩაიწერა ბრუსელში პირდაპირ ეს თვალით ამოდი ხო შეიძლება ეკონომიურად და მაქსიმალურად გამოიყენება მე მე-20 საუკუნეში ის დაუბრუნდნენ ამ გრაფიკულ ბადეს, როგორც ვიმეცეთ უკვე რაღაც გრაფიკულ დიზაინში, არქიტექტურის ელემენტების შემოვლება და გეომეტრიის გამოყენება დაიწყეს გრაფიკულ დიზაინში. და რაღაც აგება დაიწყეს. ნამდვილად ჩამოყალიბდა წესები. რომ მაგალითად კომპოზიცია როგორი უნდა იყოს ამაზე რაც არსებობს ოქროს კვეთის კანონი, რომელიც გამოიყენებოდა და ძალიან ბევრი არქიტექტურაშიც არის გამოყენებული ეს აიპოდშიც არის სხვადასხვა გამოყენებული აი ეფრის მოკოშიც არის ოქროს კვეთის კანონი გამოყენებული მე რაც ეს 40-იან წლებში ჩვენმა დიზაინერებმა საერთოდ ბადეები შექმნეს იმისთვის რომ უბრალოდ ბადეების მაგალითები გააკეთეს იმისთვის რომ ამაზად გაგელაგებინა დიზაინი და რაღაც პრინციპები მოიგონეს, რითიც შეიძლება რაც უფრო გამართული და ლამაზი იყოს ვიზუალური ინფორმაცია. და რაღაც ძალიან ამის დახვეწა ხდებოდა აქტიურად და გამოყენება კომპოზიციის და უფრო მეტი ბადე იმატებოდა და უფრო სტუმრებოდა ეს ბადეები. მე მაგალითად 80-იან წლებში ისევ 80-იან წლების ბოლოს უფრო ისევ დაივიწყეს ეს ბადეები, ხო? აი მაგალითად კარგად ეთხოვა თუ შევხედავ ალბომის ყდებს, ან კლიპებს, რაც უფრო ქაოტურად იყო დაწერილი 90-იან წლების პერიოდში, ხო რა? სხვადასხვანაირი შრიფტით, თითქოს რაღაც გაუნაწილებელი კომპოზიციით, ანუ უბრალოდ ქაოსი შემოვიდა მეთაში. ანუ ესე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რომ შენ აი გრაფიკული დიზაინი გააკეთე, ამის უნდა გამოიყენო ეს პრინციპი, ეს ბადე, ეს ლეიაუთი და მაშინ აი კაი დიზაინი გამოიყენო. ანუ თავარი
გრაფიკულ დიზაინში არის ის, რომ გადმოსცე გზავნილი, რაც შეიძლება აშკარად. და ეს პრინციპში სადავო მომენტიც არის რა. ანუ ვიღაცისთვის გზავნილი შეიძლება ძალიან აშკარა იყოს, ვიღაცისთვის გზავნილი შეიძლება გაუგებარი იყოს. მაგალითად, როგორც ამ კაველის შემთხვევაში, და მაგალითად, ჩემი როგორც გაუკეთე ძალიან მოეწონა, და პირდაპირ მიხვდა ას, რაც ეს კერდია და მთვარე არის სასახულია, ბევრმა მითხრას, რომ მე ამას ვერ ვხედავ. და რაშუა შეერთება. ანუ სულ არის წერტილები ვებსოდეს. სად? აი მინუს ქვეშ. ვებსოდეს წერტილები. არიცი. ხო, აი ასე არის. მაგრამ შეიძლება ცოტა უფრო იუმორი დაემატება და არა, ეს ისე თქვენ იმოში. ხო, ნუ პრინციპში შეიძლება გაკეთდეს და შეიძლება პროგრესს შეიძლება ქართულს განსახურება შეიძლება განართება, მაგრამ ამას არ მნიშვნელოვანია რა. თავარი გზავნილი იყოს მათები და გასაგები. ეს ოქროს კვეთაში გულისხმობა რომ დავუშვათ რაც მოიჭრება ის ნაწილიც რაღაცაში გამოიყენება. არა, აი პროპორციით. ხო, პროპორციები არის. ეგ ბევრობასა კეთვის გარდა გამოყენებია. კი, არა მარტო ლოგოებს, წიგნებსაც, პროდუქციასაც, ლექსებში, პოეზიაში არის. ოქროს კვეთა. რითმი. ხო, შეიძლება. ანუ ოქროს კვეთის კანონიც არის. რაღაც ესთეტიკა რო იყოს ვიზუალური. აი, განახებ ადამიანში არის, თვითონ ადამიანისა. კი. აი ეს არის ოქროს. აი, აი ამის შესაძლებლობა ამას. ამასაც კი ეგ დავიჩიმა მოიჩინა. ლოგო კინაში არის. ლოგო კინა პირდაპირ ოქროს კვეთა. ლოგო. ვეზახით ჩვენ და აი, ეს პრინციპში ლოგო კინის ინჟინერიც. ანუ აი ვიზუალურად რო აღნიშნა ოქროს კვეთა ეს არის. ანუ რას ნიშნავს? ეს მარტივად შევახსნა. აი ის ზედა მაუსი ეს ზედა მართკუთხედი არის ამის 1/6 ზონის. მე ეს მართკუთხედი არის ამის 1/6 ზონის. ეს ესე და ეს. ან რაღაც პროპორციების. ანუ გეომეტრიულად არის მარცხენა დიდი ნაწილი შეფარდებული მარჯვენა პატარა ნაწილთან. იგივე რაც მთლიანი სიგრძე გაყოფილი მარცხენა დიდი ნაწილი. და გამოდის 1/6. ხო რა. ხო, არა. ხო, მე 1/6 არ არის პერიოდული. აი ეს რა ქვია მაგას, ანუ უსასრულო. ვექტი რო გამოყვეთ, პროპორციას იქნება აუცილებლად. კიდე ხო, და ამას გონდა. ანუ აი ეცელება პროპორცია. აი მარჯვენა მხარეს, აი მარჯვენა მხარეს ნახეთ. აი ეს არის ოქროს კვეთა. ხო, ეს ეკონომიკაში გამოიყენება. უნდა იყოს აი თლიანი გამოყოფილი პატარა აზე. აი მაგალითად golden ratio in icon dark. აი როგორ გამოიხსენეს ოქროს კვეთა icon-ში. ჩემი ზამთრო. ხო, ეს გამოიყენებოდა ჯერ კიდევ მაგალითად golden ratio. ბერძნების დროიდან არის არქიტექტურაში. ხო, არქიტექტურაში ბერძნებმა გამოიყენეს, მაგრამ მანამდეც არის ვერსია ეგვიპტურ ეროვნულებში არის. გამოყენებული. ანუ მე რაც მაგას წაკითხული მაქვს, სად ჩაატარეს, ან ბევრი მართკუთხედი ანახეს და ეს ოქროს მართკუთხედი ყველაზე მისაღები იყო და თვითონ აი წიგნებში მაგალითად ლეიაუტს როგორ აგებდნენ, მაშინ როდესაც კომპიუტერი არ არსებობდა საბჭოთა მანქანა. ანუ ხელით ესე ხაზავდნენ, ესე ხაზებს ავლებდნენ და ამ ხაზების გადაკვეთით ნახულობდნენ ტექსტის ჩარჩოს. მიხვდით რა გულისხმობ? ანუ ესენი არის ტექსტის ჩარჩო. და გუთენბერგის მაგალითად ბიბლიაში რომელიც პირველ წიგნში არის და მაგალითად ოქროს კვეთა. ანუ არსებობს ოქროს კვეთა, ბევრს გამოუყენებია ძალიან კაი და აღნიშნავს რომ ოქროს კვეთას გამოიყენებ აი დიზაინის გააკეთება. და ბევრი კაი დიზაინი არსებობს, რაც არ არის ოქროს კვეთა. და ბევრნაირი ძართული, ანუ ზოგადად დაინტერესებით მე და გავვითამ ზოგადად სექციაში მოასწავლა. თუ დაინტერესებით ამ ლექციები და ივლიც ამას რო კონკრეტულად გამიხსენებ, რომ საერთოდ ბადე როგორ გამოიყენება და ლეიაუთი როგორ იქნება,
გინდა წიგნისთვის, ან თუნდაც პლაკატისთვის, ან ვებგვერდისთვის. ანუ განლაგება ხო პრინციპში ვებგვერდის როდესაც ანულაგებ ხო რაღაცას ხო, შეიძლება არ განსხვავდებოდეს ვებგვერდის და პლაკატის მაგალითად. იმიტომ რომ იგივენაირად რაც ლოგიკურად მოგვედ არის, სწორედ რაღაც ესთეტურად გაანაწილო კომპოზიცია შეიძლება. იგივე პრინციპი პლაკატზე და ვებგვერდზე. არა პრინციპში ვებგვერდზე ამას გამოიხსენებ ზუსტად ისე. ანუ ეხლა მე ბოლოს ასაც ვაპარაკობ აპლიკაცია არის მაგალითად. სადაც ეს AMD-ის აპლიკაცია, იმის გარდა რომ ამაზე არის ასევე მოსახმარებლად არის ძალიან კომფორტული. თუნდაც ისეც ეს პროექტს როგორ აკეთებდა, სიბილეს ძალიან არის გაწევრი. ის ფაქტი რომ მე ორი ხელის გამოყენება არ მჭირდება და ერთი ხელით თავისუფლად შემიძლია ყველა ბრძანება შევასრულო მაგალითად ამისთვის. ძალიან კაი მარტივად შემიძლია დავუქო. ასევე მაგალითად ჩემი აზრით კარგად არის გამოყენებული მოხმარებლის გამოცდილება, user experience ამ აპლიკაციაში შესაძლოა არის მეხმარება თუ არა. ეს არის აპლიკაცია, რომელსაც შეიძლება გამოსცა მუსიკები, ხო? აი აქაც ძალიან მარტივად ხდება, ძალიან მარტივად. ხო, რაც მუსიკა მიდის, დააჭერ, ეხლა როგორც ჩემი ხმარი იქნება მუსიკა სავარაუდოდ. ანუ პირდაპირ გაჩვენებს ამ კლიპს YouTube-ზე ან რომელიმე სხვა მუსიკის დასაშერებულ გვერდზე და ასევე გაძლევს საშუალებას რომ იქნას. სამი დაკლიკით უკვე პირდაპირ შეგვიძლია შეასრულო ის ვისაც გახსნია ეს აპლიკაცია. და ძალიან მარტივია, ზედმეტი არ არის. ანუ ამით რა უნდა თქვა? თუ მაგალითად ვებგვერდების დროს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა მედიუმები, უბრალოდ სხვადასხვა მედიუმის ზომები, სხვადასხვა მცოდნეობებისთვის, აპლიკაციების შემთხვევაში ჩვენ გაცილებით მეტი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად ის რომ ხოთუნას ეხლა თქვი რომ ორი ხელით არ დავაჭირო, ხო? ის უნდა გავითვალისწინოთ, ძალიან კარგი ტელეფონი და მარტივად დავინახო. ასევე თუ ეკრანზე ცოტა ტექსტს კითხულობთ, მობილურში გაცილებით უფრო ცოტა ტექსტს კითხულობთ. ასევე საინტერესო არის ის, რომ ბევრი მობილურ ტელეფონს მაგალითად ეძახის მინი კომპიუტერს, რომელიცაც დარეკვის საშუალება. მაგრამ ეს არ არის ის. ანუ რეალურად იმის გარდა, რომ ჩემ ტელეფონს შეუძლია ფაქტობრივად ის ძალიან ძლიერი კომპიუტერის ურთულესი ბრძანებები შეასრულოს, ჩემ ტელეფონს შეუძლია GPS-ი მაგალითად ჩამოტაჟებული. და შეგვიძლია მითხრას რომ საკმაოდ ისე. ასევე აქსელომეტრი და შეგვიძლია ამ აქსელომეტრით გაიგოთ რა სიჩქარით გამოძრავოთ ამ ტელეფონს. ასევე პრინციპში ჯიროსკოპია ხო? რომელთაც შეგვიძლია გავიგოთ საით დავხაროთ. ანუ კომპიუტერთან შედარებით რაღაც მობილური ტელეფონი მაგალითად არის მინი კომპიუტერი და რაც ტექნოლოგიების გაერთიანებული მოწყობილობა. ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი შეგვიძლია გამოვიყენოთ ხო აპლიკაციაში. მაგალითად იმაზე ვლაპარაკობდით რომ რაღაც ინფორმაცია ვიზუალური და არავიზუალური ხდება უფრო პერსონალიზირებული. ხო ზოგადად და ყველაფერი უფრო პერსონალიზირებული და უფრო კონკრეტულ სეგმენტებზე ხდება ორიენტირებული. შესაბამისად მობილური მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს რომ უფრო რაღაცები უფრო პერსონალიზებულად გამოსახოთ. მაგალითად გავითვალისწინოთ დრო. და მე რაღაც აპლიკაციაში როცა მე რაღაც 7 საათზე გავხსნი, სიგნალი იყოს, ხო? როცა გამომოძრავ, გავლახდეს იმიჯი. მან არ ვიცი რა შეიძლება. მომავალში შეიძლება ჩვენი ემოციებიც კი ამოიცნოს ტელეფონი. და ამით შევძლოთ ჩვენ რომ უფრო პერსონალიზირებული გავხაროთ ჩვენი აპლიკაცია. ამიტომ ამ მობილური აპლიკაციების დიზაინს ეძახიან ძირითადად პოპულარული გახდა ეხლა არა უბრალოდ გრაფიკული დიზაინი, არამედ user experience დიზაინი. ანუ შენაკეთებ დიზაინს მთელი მომხმარებლის გამოცდილების, რასაც მობილურთან ან აპლიკაციის ხმარებისას განიცდის. და პრინციპში ეს არის რაც მომდევნო და ჩემ ლექციაზე ნელ-ნელა პრინციპში თავმჯდომარებით პარდან შეიძლება მომყვე ზოგადად გრაფიკული დიზაინის ისტორია და კონკრეტულად დავარჩიო.
ლექცია სავარაუდოდ დაიყოფა ნახევარი თეორიული, ნახევარი პრაქტიკული სამუშაოები. ჩვენი ლექციის დროს მოხდება როგორც გრაფიკული ბადის თეორიული შესწავლა, ასევე პრაქტიკული შესწავლა, ასევე პროგრამების შესწავლა. პროგრამები გაინტერესებს ძირითადად რომელიც გამოიხსენიება ეს იქნება Adobe-ის პროგრამები. მე რადგან არ ვარ დეველოპერი, არის დეველოპერების სამწუხაროდ უფრო ღრმად აპლიკაციების დიზაინის ვერ ვიცით, მაქსიმუმ ჩემი გასწავლით ეს არის Adobe-ის Photoshop-ი, სადაც უკვე შეგვიძლია დიზაინი ისე ააწყრო, responsive იყოს, მაგალითად უკვე და web-ის დიზაინი ისე ააწყრო, არ იცოდი კარგად პროგრამირება, მაგალითად მხოლოდ გრაფიკული დიზაინი ვიცოდი. ასევე მინდა გითხრათ, რომ გრაფიკული დიზაინი აუცილებლად არ ითხოვს რაღაც 10 წლიან, 5 წლიან განათლებას, რაღაც კონკრეტული პერიოდის განათლებას, იმიტომ არსებობს გრაფიკული დიზაინის ნიმუშები, რომელიც ძალიან ეფექტურია, მაგრამ მისი შემქმნელი საერთოდ არ ყოფილა გრაფიკული დიზაინი. მაგალითად eBay-ის ლოგო. მაგალითად ძველი, ეხლა შეიცვალა საერთოდ და ხალხში დიდად ანტიპათია გამოიწვია. პირველი ლოგო eBay-ის თუ გახსოვთ. აი ძველი ესეთი იყო. ეხლა ცოტა ხნის წელს შეიცვალა და გახდა ესეთი. ასიბეისებთან ხო, მაგრამ გოსკულს. ანუ ეს ლოგო, აი რაც გაკეთებული PowerPoint-ში თუ Word-ში ზუსტად არც ვიცი. საერთოდ უფრო ესთეტიური არის, არა? ახალი შეიძლება ხო, მაგრამ იცი რა, ჩემი აზრით შეიძლება ესთეტური იყოს, ამაში შეგედავებით, მაგრამ ნაკლებად ასრულებს თავისი ფუნქციას, იმიტომ რომ რაღაც არანაირად დამახსოვრებადი ლოგო არ არის ჩემი. ანუ ეს არ არის ესეთი ლოგო, რომელიც რაღაც გამოიყოფა აშკარად სხვა ლოგოებისგან. დამეთანხმებით ამაში, აი თუნდაც ასე გაფერადებული ასაკული. ხო, გულთან ძალიან იდასის ეცეს. ხო და Google-ის გარდა რაღაც აი ანუ Sony-ის ლოგოშიც მაგალითად ხო არაფერი არ ხდება Sony წერილი პრინციპში ხო მაგრამ რაც ძალიან დიდი რაც ეს რაღაც პერსონალიზირება რაც ძალიან ისეთი ემანსიფირებული ლოგოა თავის ამბობს რაღაცა და ძლიერი ნიშანია როგორც რაღაც ნიშანი ჩემი ფონტია ხო ხო, რაღაც ძლიერი არის და ნიშანი არის რაც უფრო. ეს eBay-ის ლოგო, ანუ იმიტომ არა, მინიმალური დიზაინი ძალიან კაი არის. მაგრამ რაც არ იწევს არანაირ ემოციას და სხვა ჯერ ძირითადად ანტიპათია გამოიწვია ყველასთვის. FedEx-ა. ხო, იქ ჩამოვლი ეს ლოგო, ისა. ხო და ანუ eBay წარმოიდგინეთ, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია არის, ამდენი წელია და მოწინავე და ქონდა ეს ლოგო ამდენი წლის მანძილზე. და ძალიან კარგად ასრულებდა თავის დავალებას. ბევრი გრაფიკული დიზაინერის გაკეთებული ლოგოები არის, რომელსაც არ შეუსრულებია ესე და თავის დავალება. მე მაგალითად ამ ლოგოში ის მოვწონს, რომ ძალიან კარგად არის მომენტად წარმოდგენილი ზოგადად eBay-ის სახე. ანუ ეს მე ზუსტად ხვდები რატომაც გააკეთეს ეხლა მაგალითად ესეთი ლოგო. ანუ თავიდან ეს ლოგო რო გააკეთეს, ალბათ გაიაზრეს ის, რომ ანუ eBay რაღაც ნაკლებად ორგანიზებული ვებგვერდია, ხო, რაღაც ვიღაც ცნობილი ადამიანის ტურსიკიდან დაწყებული შეიძლება მილიარდო რაღაც მილიონობით დოლარიანი იახტა იქნება eBay-ზე, ხო, ძალიან ვარირებს იქ პროდუქცია, ჰასები, სტილიც აუქციონი არის, არ არის ფიქსირებული და ეს ლოგო ჩემს კარგად ასახავს ამ ხალხს. მაგრამ იმასაც არ ვიტყვი, რომ იდეალური ლოგოა და ჩემი საყვარელი ლოგოა. უბრალოდ კარგად ასრულებს თავის დანიშნულებას. ეხლა რადგან Amazon-ის მაგალითად Amazon-ს აწილებით უფრო დიდი ზრდა ფინანსურად ვიდრე eBay-ს. ამიტომ eBay უფრო აქცენტს აკეთებს ფიქსირებული თანხიანი პროდუქტების გაყიდვაზე, გადაწყვიტეს, რომ უფრო დაელაგებინათ თავისი თელი ვებგვერდი, თელი სისტემა და უფრო მიეცათ რაღაც
ისეთ არა მარტო აუქციონის სახე, არამედ ზოგადად ჩვეულებრივი მაღაზიის სახე. და საიტის დიზაინის გააკეთეს, რაც უფრო ორგანიზება გაუკეთეს. ლოგოს ახსნა ზოგადად ესეთია. სხვადასხვა ტიპის პროდუქტი ყველა ერთმანეთთან არის შეხებილი. ყველა ასო ერთმანეთს ეხება. ერთმანეთთან აკავშირებული სხვადასხვა პროდუქტი. დაახლოებით ესე. აუ ესეთი რასერჩია იდეის საკუთარი იდეის არის. ნახეთ უფრო რაც ესეთი უფრო ორგანიზებული ამაზონური უფრო ამაზონური ჩასმული პროდუქტები რაც დავადეკლარირდეს. და უკვე ნახე ფოტოები, ანუ ადრე თუ შედიოდი და რაც შეიძლება ბინძური მანქანის ფოტო დაგენახა, უკვე რაღაც უფრო შეფუთული პროდუქტების ფოტოებს. ამაზი როგორია? შეიცვალა. ანუ ადრე უფრო რაღაც თუ ქონდა იმის სახე, აქვე შალიხიდის სახე, თუ რაღაც ფლიმარკეტის რაღაც სხვადასხვანაირი, ყველანაირი ფასის პროდუქცია უბრალოდ ყრია სხვადასხვა ფასად. ეს უფრო აქვს რაღაც მაღაზიის ისეთი ორგანიზებული დიდი მაღაზიის განმეორების სახე. ეს რესპონსიბელია eBay-ის საიტი, თუ არა? დაავადდა შემოსწია ფანჯრები. კი, რესპონსიბელია. ეთქობა ფანჯრებს. მაგრამ ეს მე მგონი ჩვენ ვართ ახლა მინიმალურ ზონაში. შეიძლება ბრაუზერში შეგვიძლია. Chrome-ში თუ არ არის ბრაუზერი. ტელეფონში იქნება. ჩვენ ტელეფონში მოგვარს ფანჯრები. ვებ ვერსია იქს. შეიძლება eBay-მაც ის გაითვალისწინოს როგორც თქვით, რომ მაქსიმუმ 15 ხარჯავს მოხმარებული და ხალხში ვერ ნახულობდი და გამოდიოდი. ეხლა eBay.com შეიძლება? შეიძლება WhatsApp-ი დომენი. eBay-ის საწყის მობაილ ტელეფონის ბრაუზერი თუ შედიხარ. რაღაცა ხო. აი აქ ფანაერია შეკო. ეს აპლიკაცია თუ ვები? ვები. ანუ მობილური ბრაუზერი თუ შედის თვითონ. მე ხსოვდი გასხოვი. აპლიკაცია კიდე ფანაერია. აპლიკაცია. არა, ვერიფიკაცია. არა, აპლიკაცია ფანაერია, აპლიკაციაც კომპიუტერი. ნუ აქვს დაშუქ. ზოგადად აპლიკაციების ბაზარიც დღესდღეობით ყველაზე დიდი დასგანაცდის, კაცილებით უფრო სწრაფად იზრდება და დიდია ვიდრე ვექტორული პროდუქციის ბაზარი, მაგალითად მუსიკალური ინდუსტრიის ბაზარი, დიდი ხანი გავასწრო მას. და კიდე საინტერესო რაღაც მითხრათ არის ის, რომ ანუ ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ user experience-ზე და განვიხილეთ, რომ შეიძლება დიზაინი ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება გაითვალისწინოს, ხო, რაღაცა მდებარეობა ადამიანის, დროშებილია გაითვალისწინოს, სად არის, რაც ისე რომ Excel-ში დაიჭიროს, როგორი იქნება და ასე შემდეგ. შეიძლება აპლიკაცია საერთოდ განითვალისწინდეს ამ ყველაფერს. უბრალოდ ამ ყველაფერს ითვალისწინებდეს, მხოლოდ იმიტომ რომ არის უაღრესად მარტივი და ძალიან პოპულარული ხდება. ესეთი აპლიკაცია მაგალითად თამაში Flappy Bird. ითამაშიათ ყველას? ამ აპლიკაციის შემქმნელი არის პატარა კორეელი ბიჭი. რომელსაც სხვა თამაშებიც ჰქონდა გაკეთებული და იძახდა, რომ ეს ყველაზე ნაკლებად კარგი არის, რაც მე გამიკეთებიაო, მაგრამ დღეში ერთი პერიოდი აკეთებდა დღესდღეობით სტარტაპს შემოსავალი. დღეში $60,000 შემოსავალი შემიძლია. იმდენად სწრაფად პოპულარული გახდა.
ეს აპლიკაცია რომ მას კორეის პრეზიდენტიც კი შეხვდა. და ერთი პერიოდი ამ ბიჭმა საერთოდ ეს აპლიკაცია მოხსნა ეპსოდიდან. მოთ პარლამენტი ეხლა მე მგონი დაბრუნდა თუ არა? მოხსნილია ის, მაგრამ ვისაც ქონდა გადმოწერილი. ხო, ვისაც ქონდა. მე რასაც მახსოვდა რომ დავწერე. იმიჯზე გადმოვიდა იმიჯებში. ანუ ესეთი ბუმი ასეთ აპლიკაციაზე არ ყოფილა. რეალურად აზე დაფუძნებული. ერთ თითის დაჭერაზე, მეტი არაფერი არ ხდება, ხო და რამდენხანს დააჭერ არციც. ანუ როდესაც სხვა თამაშები არსებობს, სადაც რა ვიცი, ამიტომესი ოპერაციები შეიძლება ჩაწერო. ამაზე აი ეს თითის დაჭერა. დროს აქვს მნიშვნელობა. ო, სასრულო არის ეს ან. ამას შესაძლოა თვითონ კი, ძალიან თავიდან გამოჩნდა ვიდეო იგრო ვიდეო განახილდა და თვითონ დაამთავრეს ფოტოები და მე მოძრაობას რო იწევდა ისინი. ხა